მოგესალმებით, დადგა 4 შაბათი საღამოს რის ნახევარი მეგახლავთ გიორგი დარსილია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ის ადამიანები, ვინც განსაცდელში ნახავთ. პატიმრები, განსაკუთრებით და უცხოეთში მყოფი ქართველი და დღეს რაღაცა ისე ხდება ხოლმე, რომ რაღაცნაირად ისეთი ვითარება არის. თან ჩემთან ვისარგებლებ ამ დასაწყისში, იმიტომ რომ მე დავიწყებ საუბარს, იმიტომ რომ მამო სამწუხაროდ ჩვენ და ხო იცით როგორ ხდება ეს საცობები იმის გამო აგვიანებს და აუცილებლად შემოგვიერთდება და მე უბრალოდ მინდოდა რაღაც ჩვენი ერის რაღაცნაირად ფსიქოლოგიური მდგომარეობა აგვეხსნა და უბრალოდ რატო არ უნდა ვიყოთ ცუდად და რა უნდა ვქნათ იმისათვის რომ არ ვიყოთ ცუდად. ანუ ბოროტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ჩვენ ვიყოთ ძალიან ცუდად და აი მოგეშალოს ნერვები, დავჭამოთ ერთმანეთი, გავცივდეთ ერთმანეთის მიმართ, პრობლემები შევიქმნათ, სხვასაც შევუქმნათ და როგორც ადამიანები ვერ შევდგეთ ისეთებად, როგორებიც უნდა ვიყოთ, როგორებიც ღმერთს უნდა რომ ვიყოთ. და ამ შემთხვევაში ხო წარმოიდგინეთ ჩვენ ამ ყველაფერს ყვებით რა. ამ ყველაფერს რო არ ავყვეთ ამისათვის აუცილებლად მამაოც მოვძან და შემოგვერთა აუცილებლად კითხავ ამ ყველაფერმა როგორ არ უნდა მოგვიგოს ჩვენ იმიტომ რომ დღევანდელი ვითარება ისეთია რომ ჩვენ შეიძლება გვინდა საქართველოს გადარჩენა რაღაცის გადარჩენა კარგად რო ვიყოთ ის გვინდა მაგრამ ის ყველაფერი რომ ჩვენ თუ მოვიშალეთ, ჩვენ თუ სხვისი დამცირები, სხვისი შეურაცხყოფი, სხვისი ტკივილის ფასად მოვიტანეთ ეს ყველაფერი და ჩვენ რაღაცა დავემსგავსეთ ველურ არსებებს, ვიქნებით ღვთისათვის საძაგენლი, გავიტანეთ სიტყვაზე ჩვენი პრინციპები და ჩვენ როგორც გვინდა ისე მოხდა ყველაფერი, ხო? მაგრამ ჩვენ აღარ დავემსგავსეთ ადამიანს, ესეთი ადამიანი ღმერთს არ ჭირდება. ანუ ბოროტის ნება არის, რომ ჩვენ ვიყოთ შფოთში, რაღაცა მუდმივ გაუგებრობაში, წარმოიდგინეთ რა ცოტა ადამიანები ვართ და როგორ ერთმანეთი აღარ გვიყვარს, ერთმანეთს როგორ ჭამთ. რაღაცა ყოველას გონია რომ ჩვენი აზრით საქართველოს გადარჩება, იქ მეორეს გონია რომ მისი აზრით გადარჩება. მოდი ვკითხოთ, აი საერთოდ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, მე ხარ ახლა დავიწყე, ხა მალე მოვიდა მამაო, შედარებით მადლობას გიხდით მამაო მობრძანებისათვის. და კაი ცხოვრება მართლა არავის არ გვაქვს და ვიცით რომ ძალიან სამწუხარო არის და ძალიან მტკივნეულია, თუმცა ეს პრობლემები ჩვენ რაც არ უნდა მოხდეს. ის პრობლემები რაც სოციალურია და რაშიც მე მართლა ყველა ადამიანს დავითანხმები რომ ეს პრობლემები უნდა გადაწყდეს თუნდაც ემიგრაციის პრობლემები ამდენი ემიგრანტი ამდენი პატიმარი ამდენი ეს პრობლემები უნდა გადაწყდეს ამ პრობლემებს ვერავინ ვერ აგვარებს აი მოდით ესე ვთქვათ რომ თუ ვერ გვარდება როგორ გადავიტანოთ ან რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ეს პრობლემები მოგვარდეს დღეს ვკითხავ მამა გიორგი ვაშალომის რახაც მამაო ესეთი სტარტით დავიწყეთ გილოცავთ პირველ რიგში ბარბარობას ბედნიერებას გისურვებთ და ყველაფერი კარგს და როგორ შევეგუოთ მამაო როგორ შეგვება უფრო ისა ბჭყალებში როგორ გადავიტანოთ ის მძიმე ყოფა რასაც ბოროტი გვიმზადებს სულიერზე მაქვს მე ამ შემთხვევაში ლაპარაკი არა პოლიტიკურზე არა არაფერი უბრალოდ თქვი იმიტომ რომ დღევანდელი ვითარება ადამიანები იცით რამზე მწყდება მამაო გული ეკლესიაში ვიღაც ადამიანები ხდებიან აზიარები, ზიარების შემდგომ რაღაცა და ერთმანეთს ეჩხუბებიან არ ვისი აზრი ჯობია, ვისი რაღაცა და ის წირვაზე რო იყო, ის რო ეკლესიურია, ის რო მარხვაზია, წყალში იყრება, მიხვდით? ამდენ შეიძლება შენ ესე ფიქრობ მართალი ხარ ისე, მაგრამ იმ გამოთქმაში თუ შენ ტყვანი იქნები, იმიტომ რომ დაშავდა იმ ხელა რაღაცა რა აზრი აქვს, ხო? თუ შეიძლება მამო, ყველაფერი არის დროის ფაქტორი. დღეს რომ მე თქვენთან ვარ მართალი, ეს ანიშნავს რომ 5 წლის მერე ამ თემამ რომ გაიმარჯვოს რომ მართალი ვიქნები სიტყვაზე. თუ შეიძლება და საერთოდ აი თუ არის ადამიანებში რაღაცა მდგომარეობა რაც არის რთული და დაგაკისრა ღმერთმა მე არ გეუბნებით რომ დალხენილია ეს ცხოვრება როგორ გადავიტანოთ მამო ეს ყველაფერი და რატო უშვებს ხოლმე უფალი რომ აი მაგალითად აი წმინდა ბარბარეს რა უნდოდა რომ აწამეს მაგრამ აი ესე მოხდა ხო სიტყვაზე თუ შეიძლება ბოდიშვი ხდი რომ გამიგძელდა მაგრამ თქვენ რო არიყავით რაღაცნაირად ესე კი ბატონო პირველ რიგში მოგესალმებით ყველას გაგახაროთ სიკეთე მოგცეთ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს ძალიან დიდი დღესასწაული გახლავთ დღესასწაული წმინდა ბარბარესი რომელიც მოგეხსენება თქვენ რომ ჯერ კიდევ ყრმა ასაკში ბავშვობის ასაკში ეწამა ქრისტესთვის და თანაც ვინაწამა საკუთარმა მამამ რომელსაც პატარა ბავშვმა განუცხადა რომ ის არაფრის დიდებით ქრისტეს არ უარყოფდა და წმინდა ეკლესიაში წმინდა ბარბარე ითვლება განსაკუთრებულად ბავშვების მფარველად, ამიტომ მე მინდა ყველა ბავშვს, რომელიც ჩვენი მომავალ თაობას წარმოადგენენ, ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს, უსურვო წმინდა ბარბარეს შემწეობა ღმერთმა დაალოცოს, იმიტომ რომ მომავალი თაობა ქმნის ქვეყნის ერის ეკლესიის მომავალს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ
ჩვენს პატარებს კონდეს უპირველეს ყოვლისა ღვთის რწმენა და მადლი უფლისა, რაზეც არის დაკავშირებული ზოგადად ადამიანის ბედნიერება. სხვადასხვა აქვე მინდა ვთქვა ის რომ ეს დიდწილად არის დამოკიდებული ოჯახებზე, აი თქვენ პრობლემებზე საუბრობთ ბატონო გიორგი და რეალურად ჩვენ როდესაც განსაკუთრებით ახალგაზრდულ ასაკში ძალიან ბევრ პრობლემას ვხედავთ ბავშვისას, ძალიან ბევრს პირადად ვეხებით, ღუდლები ვართ და ეს პრობლემების გამოკვლევას როცა ვიწყებთ, ხშირად დავდივართ ოჯახამდე, ოჯახის რთულ მდგომარეობამდე. ძალიან სამწუხაროდ ჭირს თანამედროვე არა მარტო ეს საქართველოში არ ხდება, მაგრამ ზოგადად სოფლიოში ჭირს ღირსეული ოჯახები და სამწუხაროდ ხშირად მშობლებს არ აქვთ გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა თავისი შვილების მიმართ. ამიტომ და პირუკ როდესაც აი ძალიან ალბათ უფრო დიდი წილი სადღაც ალბათ ჩემი აზრით 80% ისორად ოჯახზე მიდის, იმიტომ რომ ოჯახს კი სკოლა, ბაღი, სოციუმი სადაც ბავშვი იზრდება, ეს გასაგებია, მაგრამ უმთავრესი მაინც არის ოჯახი, ვინაიდან ოჯახია საფუძველი და როგორც აი ცნობილი ნათქვამის არ იყოს ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომება. რაც შეეხება რასაც თქვენ საუბრობდით, ზოგადად მოდით ესე ვთქვათ, განსაცდელი ქრისტიანის ცხოვრებაში როგორ უნდა შეხედოს ადამიანმა ამ ყველაფერს ვთქვათ, აი, მაგრამ ჩვენ უპირატესად გვაინტერესებს როგორ უნდა შეხედოს ქრისტიანმა ამ ყველაფერს. ჩვენ ქრისტიანობა იცით, აი, ხშირად არის ეს ეხმაურება თავის თვალსაჩინო დღევანდელ მდგომარეობასაც. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც აი ადამიანი ეკლესიაში თითქოს ეკლესიურია და ეკლესიის გარეთ აბსოლუტურად ეკლესიის საპირისპიროს იქმს, თითქოს ადამიანს ორი ცხოვრება აქვს. აი გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს დავიმოწმებ, რომელიც ამბობს, რომ დასაბამ და დასასრულ ყოველი შენი საქმისა და სიტყვის ღმერთი იყოს, ბრძანებს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეკლესიის წევრები ვართ ყველგან, ეკლესიაშიც, ეკლესიის გარეთაც, სახლშიც, სამსახურშიც, მეგობართან, სასწავლებელშიც, მარტოც აბსოლუტურად არ არსებობს ადგილი, სადაც ღმერთი არ იყოს. საოცარი ადამიანი სწორედ მაშინ სცოდავს, როდესაც მას ავიწყდება ღვთის არსებობა. და ავიწყდება ის, რომ ის ეკლესიის წევრია. იცით, აი გვითქვამ ჩვენ ხშირად, რომ როგორც მაგალითად ადამიანი რომ ქირურგიულ კაბინეტში შევიდეს, ამით ქირურგი ვერ გახდება. ან რა ვიცი, სამხედრო ყაზარმაში რო გაათენოს ღამე, ამით ჯარისკაცი ვერ გახდება, ასე ვერ გახდება ის მარტო ეკლესიაში შესვლით. თუ კი მის ცნობიერებამდე არ დავიდე ეს ყველაფერი. ანუ ქრისტიანობამ რეალურად მოწოდებულია გარდაქმნას ადამიანი. ამ გარდაქმნაში ეკლესია მოგვიწოდოს, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამონაწილეობა, რომ ჩვენ გარდავქმნათ ჩვენი თავები ქრისტეს აზრისკენ. აი კიდევ ერთხელ ვამბობ, ხშირად ვხვდებით სამწუხაროდ გახლეჩილობას, რომ აბსოლუტურად სხვა არის ეკლესიაში, აბსოლუტურად სხვა არის ეკლესიის გარეთ. თითქოს ღმერთი არ იყოს და თითქოს ეკლესიის წევრი. აი ერთ პრაქტიკულ მაგალითს მოვიყვან, აი ეს ჩემს მრევლში მოხდა ეს მაგალითი. ერთი ჩემი მრევლი იყო, ერთი მეორე მისი მეგობარი, რომელიც ასევე ეკლესიის მრევლი იყო, ერთ-ერთი მოძღვრის სულიერი შვილი და მათ რაღაც ბიზნესი წამოიწყეს. მოკლედ იმ მეორემ სადა რომ ასე რომ ვთქვათ მოეტყუებინა ეს ასე რომ ვთქვათ ჩემი სულიერი შვილი და ამას უთხრა რომ ეს მიუხვდა რომ ატყულებდა და უთხრა რომ რატო ვაკეთებდა ამას, იმიტომ რომ მან უთხრა რომ ჩვენ ხო ბოლოს და ბოლოს ორივე ეკლესიურები ვართ. იცით რა უპასუხა, ეკლესიურობა აქ რა შვაშიაო, ანუ ამაზეა სწორედ საუბარი, სწორედ აი თითქოს ეკლესიურობა ღვთისადაც მიხარ, ანუ ასე შემდეგ, ეკლესიურობა ყველა შვაშია, ყველას თავში უნდა იყოს. კი ბატონო, ამას ვაუბრობ, სწორედ რომ აზროვნებამ უნდა შეასრულოს ეკლესია. ეკლესიურობა შვაშია იმ კუთხით, რომ ჩვენ სადაც არ უნდა ვიყოთ ბიზნესში თუ პოლიტიკაში თუ მეგობართან თუ სასწავლებელში, ყველგან გმართოს პატიოსნება. და ღვთისმეტყველის შეკეთება. ხო, ღმერთი, ანუ ეკლესიურობაში იგულისხმება ღმერთი. შენ ხო ღვთიური ხარ, ანუ მაგას ვამბობ ზუსტად კი ბატონო, რომ აი ღვთისმეტყველში რომ შენ ღმერთი გიყურებს, შენ რასაც გაკეთებ, რასაც იღწვი და მით უმეტეს თუ კი რაღაც გარკვეულ თანამდებობაზე ხარ და საზოგადოება ჩაგაბარა ღმერთმა, შენ უნდა იცოდე რომ ღმერთი შენ გიყურებს. შენ უნდა იცოდე რომ შენ და მე დაქვემდებარებული რას ნიშნავს, აი ეს ხშირად ეშლება სამწუხაროდ რომ თანამდებობაზე როგორც სასულიერო ისე საერო იერარქიაში ყოფნა ნიშნავს რომ შენ ხარ მზრუნველობით დამოკიდებულებაში შენს დაქვემდებარებულისადმი და ამის მაგალითი
თავად განკაცებულმა ღმერთმა მოგცა. განკაცებული ღმერთი, რომელიც ფეხებს ბანს საკუთარ მოწაფეებს და უხსნის მათ ამ მდგომარეობას. ის რას ამბობს? თქვენ მე მოძღვარს მიწოდებთ. ასეც არის მე თქვენი მოძღვარი ვარ და მე თქვენმა მოძღვარმა ფეხები დაგბანეთ თქვენ ესრეთ უყოფთით ურთიერთობას ბრძანებსა ცხოვრება. ამით უფალი მაგალითად გვაძლევს თუ რა ნიშნავს სწორედ აი იერარქიულ საფეხურზე მაღლა ყოფნა და ქრისტიანულ თვალსაჩინოში კიდევ ერთხელ ეს ნიშნავს მსახურებას. ანუ შენ ხარ მსახური იმისა, ანუ ის კი არ არის მსახური შენი. შენ ხარ მსახური იმისა, ვინ შენდამი დაქვემდებარებულია. აი სწორედ ეს ცნობიერებაა ქრისტიანობა. რა თქმა უნდა, ეს იერარქიას არ გამორიცხავს პირიქით. აი ხშირად არის საუბარი დღესაც აი ძალიან კაი მაგალითად თანასწორობა, თანაბარუფლებიანობა, ეგრეთ წოდებული გენდერული თანასწორობა. მე არაერთხელ გითხოვავ ჩვენ რელიგიური პირველად ქრისტიანობამ როდესაც სოფლიო იფლობოდა და ჩაფლული იყო ფაქტობრივად მონათმფლობელობის ჭაობში პირველად სწორედ ქრისტემ თქვა რომ თქვენ ერთმანეთის ძმები ხართ და თქვენ ყველანი ერთ ხართ წინაშე ღვთისა ეს სწორედ ეს ქრისტიანული იდეაა სწორედ და აი გახსოვთ ალბათ ყველას რას ამბობს შუშანიკ დედოფალი ვარსქენზე იაკობს ეუბნება თავის მოძღვარს თავის ყურებაში ეს ახსენელი რომ მოვადრო, სადაც მე და ვარსქენ პიტიახში განვიჯებით იქ, სადაც არ არის მიკერძოება და სადაც მე და ის თანაბარ სიტყვას ვიტყვით წინაშე ღვთისა. ასე რომ რატო ვამბობთ ამას, რომ ზოგიერთ ადამიანს წარმოუდგენია, რომ თითქოს ეკლესია რაღაც ჩამორჩენილია ამ დღევანდელი თუნდაც ეს თქო დემოკრატიული ღირებულებების 90% სწორედ ქრისტიანულ იდეებზეა დაფუძნებული და დამყარებული. ну რა თქმა უნდა იქ არის რაღაცები რაც თქვათ შემდგომ უკვე ადამიანური თქვათ ცნობიერები გაუყურმართა მაგრამ ეხა იცით აი ქრისტიანი ჩვენ რაღაცნაირად დღევანდელობას რო შევეხოთ მთავარი რა არის რომ ქრისტიანს ხოდეს განრჩევადი გონება აი ეს არის მთავარი რომ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ბრწყინვალედ წერია რომ გრიგოლ ხანძთელი ყველაფერს სწავლობდაო იმ წარმართულსაც არასწორსაც თქვათ მაგრამ შემდგომ ამისა ჯირკვალს განაგდებდა და კეთილს შეითვისებდა. სწორედ ეს არის ჩემო ძვირფასებო ქრისტიანობა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ რა უპირველეს ყოვლისა ჩვენი ნებისმიერი საქმე და ქმედება ესათნოება თუ არა ღმერთს. ესათნოება თუ არა თუნდაც ადამიანს. ესათნოებაში რას გულისხმობს სარგებელს მოუწანს თუ არა ადამიანს თქვა ჩვენს მე მესმის თქვა დღეს რაღაცნაირად ეს სოფლიო პრაქტიკაა იცით რომ ემოცია ხშირად ჭარბობს გონებას და ეს ალბათ რაღაც ასაკობრივიც არის ყველას გამოგვიცდა მე პირადადაც მაგრამ რაღაცნაირად მე როდესაც ცხოვრება გზენს გარკვეულ გამოცდილებას და რაღაც გარკვეული მიმართულებით გარკვეულ გზას გაივლი ხვდები რომ გონების გარეშე მარტო გზნობა ადამიანს შეეხავს კი აი ხშირად მიყავს რა ბრბოის ფილოსოფიამდე აი ვიღაცის მართლობის ქვეშ ხვდები ყოველთვის. იმიტომ რომ ამ ემოციებს იყენებს მამაო სხვა და როგორ არ გამოვაყენე აი ძალიან დიდი ბოდიში კაი თემას მიადექით სხვათა შორის და როგორ მამაო აი ჩვენი ცხოვრებისეული რაღაცა ემოციები გრძნობები აი თუნდაც სიყვარული ხო აი ძალიან ბევრი ხე საერთოდ აი არ შევეხები საერთოდ დღევანდელ ვითარებას უბრალოდ ვამბობ რომ აი ქრისტიანის მაგალითად ან ადამიანის ემოციები როგორ არ უნდა ვამართინოთ მამაო სხვას ხშირად ხდება ხოლმე რომ აი ამ ჩვენ თუნდაც პატრიოტიზმზე რელიგიურ გზნობებს ნებისმიერს ამ ყველაფერს იყენებენ მამაო და აი რაღაცა ერთი მომენტით გმართავენ და მე გიფუჭებენ მთელ ცხოვრებას მამაო აი როგორ უნდა აი მე არ ვამბობ ვინ არის მტხვანი და ვინ არის მართალი იმიტომ რომ ეს აზრი თქვენი არის და თქვენს მომიდია არის სწორად გამიგეთ რა ადამიანებს მინდა უთხრა და მამაოსაც მინდა რომ აი ვკითხო ეს რომ როგორ არ ვამართინოთ ბოროტს თავი მამაო ამის უკან ხო ბოროტი დგას ეხა მე რო თქვენ მოგატყუოთ დარასელია შეიძლება ხვალ არ იყოს სხვა დარასელია მოგატყუოთ არ არის მაგის პრობლემა ანუ ბოროტი გატყუებთ ხო ჩემი სახით თუ შეიძლება მამაო აი როგორ დავაყენოთ თუნდაც ის ზემოთ ის გზნობები რომ ვიღაცის ტყუილი არ ჭამოთ რა ბოროტის რა დიახ კი ბატონო ნამდვილად აი სწორად დასმული კითხვაა იმიტომ რომ მოდით ცოტა ფართოდ უპასუხოთ სწორედ ეკლესიის წევრობაზე საუბრობთ ჩვენ ეკლესიის წევრობას რომ ამას ნიშნავს რომ შენ ბრბოს წევრი კი არ ხარ არამედ ხარ ეკლესიის წევრი ანუ რეალურად ხალხი შეიძლება ჩვენ პირობითად აი ეს ფართო მასშტაბში იმჯერად გავყოთ რა საზოგადოება და ბრბო საზოგადოება შეიძლება დაიყოს რამდენიმე ნაწილად და საზოგადოების ყველაზე არა ერთადერთი ჭეშმარიტი აზროვნებითი ნაწილი არის ქრისტიანობა. რეალურად ეკლესიაც საზოგადოება ეკლეოს კრებულს ნიშნავს ბერძნულად. ანუ ეს არის საზოგადოება, ანუ კრებული ადამიანის კრებული, რომელიც ერთიანდება ერთი ქრისტეს გარშემო.
რომელიც ერთიანდება ქრისტიანული ღირებულებების გარშემო. ეს არის ეკლესია. ეს არის საზოგადოება, რომელიც ეკლესიაში შედის. შესაბამისად, აი რას თქვენ უზანეთ, მივდივართ ამ პასუხამდე, რომ ეს ნიშნავს განრჩევად გონებას. დამერწმუნეთ თუ კი ადამიანს განრჩევადი გონება, ანუ უყურეთ თუ კი ის აკეთებს ფაქტების ანალიზს, არა მხოლოდ ინფორმაციას იღებს, აი სულ ჩვენი პატრიარქი ძალიან ხშირად მოგვიწოდებდა ჩვენ რომ ქონოდა და ანალიტიკური აზროვნება, ძალიან მის ქადაგებებში ჩვენთან სემინარიაში როცა დადიოდა, ძალიან ხშირად ამასთან დაკავშირებით, რომ აი სულ გვეუბნებოდა რომ გქონდეთ ანალიტიკური აზროვნება და ეს ანალიტიკური აზროვნება სწორედ რა არის, რომ ერთია რა ხდება, მაგრამ თავარი ის კი არის რა ხდება, თავარი რატომ ხდება ეს? რა ხდება არის, რასაც ვხედავთ ჩვენ. მაგრამ რატომ ხდება? ეს არის, რასაც ჩვენ ხედავთ იმის მიღმა, რეალური მიზეზი. რეალობა ხშირად არ ჩანს. აი, ცოტა ისეთ ცუდი შედარება, მაგრამ თეატრი ან კინო, როდესაც თქვათ თეატრში მივდივართ ან კინოს უნზერთ, ჩვენ ვხედავთ იქ მსახიობებს, ვხედავთ თქვათ რა გარკვეულ სცენებს, დადგმებს, მაგრამ ვერ ვხედავთ თავარს, რეჟისორს და სცენარის ავტორს, ვერცაც ვერ ხედავთ, ვერცად გან და ვერც მე არა და ისინი წარმართავენ რეალურად არა ამ პროცესებს და რატო ვამბობთ ამას, რომ ხშირად იმას, რასაც ხედავთ, იქ იმის მიღმა იმალება რეალური მიზეზი თუ რატომ ხდება ეს. ამიტომ ერთია ფაქტის მიღება და მეორეა გაანალიზება ამ ფაქტისა თუ რატომ ხდება ეს. დღესვანდელი სანამედროვე მსოფლიო მოწყობილი თუ შეიძლება ასე ვთქვათ ინფორმატიული რა დავარქვა ტალღა, რომ თქვა აი ერთი ინფორმაცია მოგივიდა, უცბად მე ანუ იმ პირველზე ვერ დაფიქრდი შენ ჯერ და უცბად მეორე მოგივიდა. შეიძლება მესამე ამ ორი საპირისპირო მოგივიდა. მეოთხე იმ სამი საპირისპირო, ამ პირიქით მათი მსგავსი. და რეალურად ეხვევა ადამიანი რაღაცა ინფორმაციულ ბადეში, სადაც მას დასკვნა ვერ გამოაქვს და მხოლოდ რასაც ხედავს და რაც მან აღიქვა ამ პირველადი ხედვის შედეგად, აი იმით იწყებს აზროვნებას და შესაბამის ქმედებას. და ქრისტიანობა სწორედ ამას გვეუბნება, მე მინდა გავიხსენო ერთი ძალიან საოცარი ფაქტი ბიბლიიდან, როდესაც გახსოვთ თქვენ მეფეთა წიგნებში აღწერილია სოლომონის ისტორია, სოლომონ ბრძენად წოდებული სოლომონ მეფის. ხათაშორის არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ღმერთი ეუბნება ადამიანს, რომ რა გინდა შენ რომ მოგცე. სხვა შემთხვევაში პირიქით ადამიანი ეუბნება ღმერთს, რომ ღმერთო მომეციეს. აქ პირიქით ხდება, რომ სოლომონი იმდენად სათნო იყო ღმერთს, რომ ღმერთი ეუბნება სოლომონს, მითხარი რა გინდა და მე შენ მოგცე მას. სოლომონ შეეძლო ეთქვა ნებისმიერი რამ და მას ღმერთი მას მისცემდა სიმდიდრე ქონება, რა ვიცი, რაც მატერიალურ ყოფილზეა დამოკიდებული. მან რა უთხრა? მომეცი მე ღმერთო სიბრძნე. ძველ ქართულად ძალიან კარგად არის ეს ტერმინი სიბრძნე, თანამედროვე მომეცი მე ღმერთო გული გონიერი. აი, გული გონიერი, ანუ გული, რომელსაც მართავს გონება. რაც მარტო გული აღებული უმართავია, მარტო გონება აღებული, ვთქვათ, სისასტიკეა და წმინდა პრაგმატიზმია. როდესაც ორივე ერთად არის, ანუ როდესაც ადამიანი განიცდის, მაგრამ ამავდროულად ამ განცდებს გონების ჩარჩოში აქცევს და ანალიზებს და გზნობას აძლევს მიმართულებას, აი როგორ არის მდინარე რომ მოდის, თქვათ, არა, თუ კალაპოტი არ მიეცი მას, შეიძლება სოფელი წაიღოს, თქვათ, არა, ასევეა ეს გზნობელობა იმდენად მოჭარბებულია განსაკუთრებით ახალგაზრდებში, თუ კი მას არ მიეცი გონებით ჩარჩოები, შეიძლება არათუ სხვა შენც კი წაგლეკოს. ამიტომ ქრისტიანობა სწორედ ამას გვეუბნება ჩვენ, ანუ აქ არ არის კიდევ ერთხელ ჩვენ ახლა არ ვეხებით, ვთქვათ, დღევანდელ მოვლენებში, ისევ ამბობს, საერთოდ. ზოგადად და კი ბატონო და ეს ყველას გვეხება ჩვენ რომ აი ეს კარგად გავიაზროთ თუ აი და კიდევ ერთი რაც მინდა ვთქვა და აი ძალიან კარგია რომ ამ თემას შეეხეთ ბატონო გიორგი რომ ზოგადად ქრისტიანული საზოგადოება ეკლესიის წევრობა თავის თავში აპრიორში გულისხმობს ნებისმიერი ადამიანისაგან განსხვავებულობას. აი რას გულისხმობთ? გაცრავად. ესე იგი მაცხოვარი ხშირად ამბობს სახარებაში თავის მიმდევრებს ეუბნება რომ არ ეუბნება თავის მიმდევრებს რომ თქვენ მიღებული იქნებით საზოგადოებაში თქვენ ვერსეთი მოციქულის და მოწა აი დღეს ბარბარობაა ხო პატარა ბავშვი აწამეს რის გამო მამამ რისთვის აწამა რომ ქრისტე უყვარდა ბავშვს ამისთვის მოკლა საკუთარმა მამამ და ვერსერთი წმინდანის ცხოვრებას ჩვენ ვერ ვნახავთ რომელსაც იავარდებით უფენელი ცხოვრება ყველას დევნიდნენ აწამებდნენ თავად მოციქულებს და ჩვენ მაცხოვარი თავის მიმდევრებს გვეუბნება რომ თქვენ ზულ ხართ წუთისოფელს თქვენ ყოველთვის გაგდევნიან და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთადერთი რამ, რომ ჩვენი შემწე არის ღმერთი. იცით ეს ცოტა ფარტო ჭრილში თუ შეხვედათ ამ ყველაფერს, ყველაფერი დასამარდება. აი გუში ვსაუბრობდით მოზრები, რომ როდესაც
მივდივართ და წეს უგებ მიცვალებულს საოცარი სტყვებია იმ წეს საგებაში რომ აი სად არის ახლა ის სიბორგილე სად არის ის შრიამული სად არის ის ემოცია ყველაფერი აქ არის შენ სინაშე ყველაფერი დამოკვდა შენთან ასევე უბნებით წეს საგებისას თქვა შინაარსიეს და 2 წლის ბავშვი გავასვენეთ გუშინწინ აზრიდან კიდევ ერთხელ ამ რავის ამდენჯერ და კიდევ ერთხელ ვფიქრობთ ამ ყველაფერზე რომ არაფერი არ ღირს იმად წუთი წამიერად ცოცხლობ ამ ქვეყანას ჩვენ გონია რომ სულ ვიცოცხლებთ თითეული წამი ახლა მე რო საუბრობ ეს წამებიც უკვე ღვთის საჩუქარია და არა რაღაცა კანონზომიერება და ნებისმიერ დრო შეიძლება შეწყდეს ჩემი საუბარი თქვა ეს ხო არ არის რაღაცა პათეტიკა ეს რეალობაა რაც ყველაზე ისეთ აი ყველაზე რეალობა სწორედ ეს არის სხვა შეიძლება ყველაფერი ან მოხდეს ან არ მოხდეს მაგრამ ადამიანი რო გარდაიცვლება ეს უეჭველად ანუ ეს წარუვალი რეალობაა ეს გარდაუვალი ამიტომ აი ჩვენ დავფიქრდეთ რომ როდესაც ერთმანეთს ზიანს ვაყენებთ სიტყვიერს ფიზიკურს მით უმეტეს აქ ხო საერთოდ საუბარი არ არის არც ერთი მხრიდან აი უნდა დავფიქრდეთ თუ აი რად გვიღირს ეს ყველაფერი აი რად გვიღირს ეს ყველაფერი და რა სარგებელს მივიღებთ ჩვენ ამ ყველაფრისგან ან თუ კი მივიღებთ ის სარგებელი რა იქნება ისეთივე წარმავალი იქნება როგორც ზოგადად წლისოფელი და აი როდესაც მიღმა უყურებ ამ ყველაფერს და ფიქრობ ამ ყველაფერზე და კიდევ ერთხელ განსაკუთრებით დაყურებ გარდაცვლილის სხეულს აი უცბად აი გეცინდება რა შენს თავზეც და ამ ყველაფერზე რა აი რაღაცა ისეთ ამაოების ბაზარია კიდე ვიქტორ ჰიუგოს მსყინველი ნაწარმოები აი ზუსტად იქავარ თითქოს ყველანი და აი ვინ თან ყველას ჩვენი თავი ყველა თითოეულ ადამიანს საკუთარი თავი მართალი გონია და ამ სიმართლეს ამტკიცებს ესე იგი ხმის ჩახლეჩვამდე და სულ ერთია თუნდაც ამის გამო გადათელოს ყველა და ყველაფერი ამიტომ რა მინდა რომ დავასრულო ამ კითხვის პასუხად რომ ძალიან მე მინდა გინდათ მოწოდება ჩამითვალოთ მინდა ყველას მოგიწოდოთ ჩემ უზრფასებო რომ დავფიქრდეთ ერთ რამეზე რომ აი არაფერი არ ღირს ერთმანეთის დაზიანების ხარჯზე ჩვენ მოდით თუ დავიწროვდებით ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ ქართველები ვართ ქართველებს არაერთი უბედურება გადაგვიტანია აგერ ბოლოს 90-იანები აგერ ჩვენს თვალწინ ჩვენ ყველანი მაშინ უკვე მე ბავშვი ვიყავი მაშინ მაგრამ ყველაფერი თვალხილულად მახსოვს და ყველას გვახსოვს შეიძლება მომავალ თაობას არა მე 2000-იანებში დაბადებულებს თავისთავად ხადი ეს არ ახსოვს მაგრამ ეს ხომ ისტორიის არსად არ წასულა ჩვენ გვაქვს იქამდე მე-17 მე-18 მე-19 საუკუნეები მე-16-დან დაწყებული როცა საქართველოს დაიშალა და ესე იგი კუთხეები ერთმანეთს დაერივნენ ქართლ და კახეთი ესე იგი ქართლი რო სისხლიდან ისლებოდა შაჰაბასთან კახეთი მშვიდად განაგზობდა ცხოვრებას და შაჰაბასმა ქართლი რო გაასწორა მიწასთან მე კახეთის გაასწორა სამცხის თავრებს ერჩიათ რომ ტერი გაეტარებინათ საკუთარ გზაზე რომ ქართლი აეხრებინა ვიდრე შებრძოლებოდა მას ანუ ეს უბედურება ჩვენს ერს რამდენიმე 1000 წანის ბრძოლის შემდეგ ყველა მიცით ეს რამდენიმე 1000 ვიყავით სულ დარჩენილი და რაღაცა ღმერთი შეწევრით მართლა ეს არანაირი კანონზომიერებაში არ ჯდება ისტორიულ ამასიდან BBC-ზე გადიოდა რაღაცა დოკუმენტური ფილმი და იქ ამბობდნენ რაღაც ქვეყნებზე იყო საუბარი და საქართველოზე თქვა ერთ-ერთმა სოფლიოში ცნობილმა ისტორიკოსმა ასეთ სიტყვები რომ საქართველო არც ერთ ისტორიულ ლოგიკას ესე თქვა ინგლისურად ასე არც ერთ ისტორიულ ლოგიკას არ ექვემდებარება მისი გადარჩენა და საერთოდ არსებობამ თუ ჩვენზე დიდი ერები საერთოდ გაწყდნენ ამას ამბობს ზუსტად აი რატო არ არსებობს დღეს აი ბიზანტია მაგალითად აი ვიღო ბიზანტია რატო არ არსებობს ტერიტორია რატო არ წასულა აგერ კონსტანტინოპოლს დღეს სტამბული ქვია და სადაც წმინდა ივანე ოქროპირი წირავდა აია სოფიაში დღეს მეჩეთი დგას საერთოდ დახურეს ქრისტიანებისთვის ხო და რატომ არ არსებობს ბიზანტია იცით რატო მარტივიზეს ბიზანტიელები აღარ არსებობენ ამიტომ ბიზანტიელები აღარ არსებობენ შენობა არაფერი შუმერები აღარ არსებობენ ასევე საქართველოს არსებობს იმიტომ რომ ქართველები ვარ ჩვენ თორე ტერიტორია მერთვა დაიფაროს თუ კი ჩვენ ასიმილაციას განვისვით სხვა ხალხებთან როგორც მოხდა რა ადრე ტერიტორია არსად არ წავა აქ არის ტერიტორია უბრალოდ თბილისი შეიძლება სხვა სახელი დაარქვან თორე მიწა და ბუნება და ტყე და ჰაერი არსად არ წავა ამიტომ აი უნდა გავუფრთხილეთ ჩვენ ქართველები ვარ ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ბევრჯერ ძმათა სისხლის გვიღვრია და არათუ ლანძვაგინებაზე ხო საუბარი არ არის. ამიტომ მე როგორც რიგითი მღვდელი, რიგითი ადამიანი რომელიც ვფიქრობ გული მტკივა, აი ცრემლებამდე გული მტკივა ამ ყველაფერზე რომ აი ქართველს ამას აკადრებს და თქვა ამას ეუბნება. აქ არ არის კიდევ ერთხელ საუბარი, ყველას თავის სიმართლეა ჩვენ აი განსხვავებულ აზრს ყველა უნდა პატივისცეს აუცილებლად, მაგრამ აი არ უნდა დავაზიანოთ ჩემ უზრიფასებო ყველაფერი,
კიდევ ერთხელ არაფერი არ ღირს აი შენ თითეული ვინც ახლა ამ გადაცემას უყურებ შენს ფასად არაფერი არ ღირს ამ სამყაროში მთელი სამყარო აი შენთვის არის შექმნილი მარტო შენთვის მერე ჩემთვის მერე შენთვის და ასე თითეული ადამიანი აი ქმნილ სამყაროზე აღმატებულია თითეული ადამიანი კიდე გუშინ მამაოებ მოძღვარმა თქვა რა ჩემთან აი ხო ხდება ხოლმე ხშირად რაღაც ქონების გამო რაღაცის გამო ბევრ ადამიანს კარგავ რაღაცა შენი აზრის გამოხატვის გამოც თუნდაც ამხელა ზიზღი და ამხელა ის რატო არის რომ თავისი გაიტანოს ვიღაცამ ერთმა მხარემ მეორე მხარემ თუ მესამე მხარემ მაგას მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ ნახეთ რაღაცა დრო მოვა აი მაგალითად თუნდაც მეორეთ მოსვლის შემდგომ რაღაცა არაფერი ის რის გამო ჩვენ ადამიანები მოინდურე ან დაკარგე ან საერთოდ უარყავი ეს არაფერი აღარ შეგჩება. ხოლო ეს აქციელი დარჩება და მოგეკითხება და კითხავენ რა შენ აი ეს საათი შეიძლება იყოს ძვირიანი მაგრამ ამ ეს საათი დრო აღარ გჭირდება შენ უკვე ზეცაშია სიტყვაზე და ის დრო არის მეორეთ მოსვლის დროს არაფერი არ იქნებაო საჭირო წარმოიდგინეთ ის რის გამოც მანქანა რაღაცა ხოცავენ ერთმანეთს რაღაცების გამო აი ეს ჩვენი მამაო ეს როგორ უნდა მივხვდეთ იმიტომ რომ ეს თუ მივხვდა ადამიანი სხვა ადამიანს აღარ აწყენინებ აი ის რო სიტყვაზე შენ ვიღაცას აწყენინებ რაღაცის გამო რო იცოდე რომ ის ამამოებად იქცევა ცოტა ხანში და ეს ადამიანი სუდარჩება ადამიანად და სადღაც ერთად ჩვენ ყოველას მიწა გაგვაერთიანებს აი ერთი სახლი გვექნება წარმოიდგინე ორ კვადრატში მე ვიქნები გვერდზე ის ვინც მე მაწყენინა ან მე ვაწყენინე როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა ხო აი ამ სიღრმემდე თუ ჩახვათ რო იძახით აუ იცი ისეთი ადამიანები აი წარმოიდგინეთ ხა ისეთ ადამიანებს იყენებენ დღეს ხო რაღაცა ილია ჭავჭავაძიდან მოყოლოს შოთა რუსთავი რაღაცა ხო ამ ადამიანებისთვის რა იყო მნიშვნელოვანი ჩვენ ხომ უნდა დავფიქრდეთ ხა რომ მოგწონს ის ადამიანი ეგრე ცხოვრობდა ეხა მე როგორ ცხოვრობ ან შე როგორ ცხოვრობ სიტყვაზე ის მოგწონს იმ ადამიანში და ის გმირობა მოგწონს რომ როგორც ცხოვრობ როგორც იცხოვრა ხო და ისე უნდა იცხოვრო შენ თუ ის მოგწონს ხო და მისთვის იყო მთავარი ადამიანი ხო ადამიანების გამო ყველაფერს აკეთებდნენ და რა ვიცი აი თუ შეიძლება მამო აი ჩვენი ცნობიერება როგორ ავწიოთ წეღან ეხა აი მაგაზე იმას ვქენი რა ქვია თქვენ რო თქვით რომ აი ბიზნესმენი ადამიანი მეორე ბიზნესმენს აწყენინებს სიტყვაზე რაღაცა აი ფულის გამო რაღაცის გამო და აქო ეკლესიურობა რა შუაშია სუფთა ბიზნესია ან რაღაცა ხო მაგრამ აი ეგ როგორ უნდა მიხდეს ადამიანმა რომ ბიზნესი კი არ არის მთავარი ჯერ უნდა იყოს შენთვის ადამიანი და ქრისტე და მერე უნდა იყოს ბიზნესი და სხვა რაღაცები, იმიტომ რომ ამ წვრილმანის გამო ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთი და საქართველოს მართლა მამო, რატო შეგვანარჩუნა ერთმანეთი ღმერთმა? იმიტომ რომ ერთმანეთი გვიყვარდა. როცა არ გვეყვარება ერთმანეთი, ეს საქართველო როგორც არ უნდა შენარჩუნდეს კი არა. ბრიტანეთი რომ მოვიბათ, ისე რომ გავაერთიანოთ, ჩვენთან თუ ზიზღი იქნება, აზრი არ ექნება იმ ქართლს. რა თქმა უნდა, სწორედ ამას ვამბობთ, რომ თავარი ნაკლებობა რა საზოგადოებას გააჩნია რა თქმა უნდა აბსოლუტურად სოფლიო მასშტაბით არის დღეს უსიყვარულობა, ნაკლებ სიყვარული ან საერთოდ სიზრული. იმიტომ რომ არადა აი ქრისტიანობაში მთავარი აი მაცხოვარი ბრძანებს რომ ამით გიცნან ჩემი მოწაფეები ხართ უკვე თუ ერთმანეთი გეყვარებათ. ანუ რაც არ უნდა რაღაცა კეთილს იქმოდე, რაც არ უნდა თუნდაც რა ვიცი რაღაცას თუნდაც ღამისთებებს ატარებდა ყარაკლისებს და ასე შემდეგ თუ ადამიანი თუ არ გიყვარს არაფერ შეჭირდება მე არ შეიწირება ღვთისგან იცით ესაა მთავარი აი ჩვენ საუბრობდით ზემოთ რომ უმთავრესი არ ჩანს აი ძალიან აი პირველი მკვლელობის ისტორია შევეხოთ კაენისა და აბელის ისტორია საიდანაც დაიწყო მკვლელობა ძალადობა და რამ წარმოქმნა ეს შურმა ყველას კარგად ახსოვს ახლა მე ისტორიას კი არ ყვები უბრალოდ რატომ მოკლა კაენმა აბელი ხო რომ კაენის ანუ რაზე დაიწყო დავა რომ კაენმა შეწირა ღმერთს ხვერპლი და აბელმას და ღმერთმა აბელის ხვერპლი მიიღო და კაენის არა კაენმა შეწირა მიწის ნაყოფი და აბელმა ცხარი ეხლა ისმის კითხვა ღმერთს რა ეხლა აბელის ცხარი უნდოდა და კაენის მიწის ნაყოფი არა არც ერთი უნდოდა ღმერთს არც მეორე აქ მთავარი შესაწირავი კი არ იყო თავარი იყო ის რა გულით შესწირის მათ. ესაა ქრისტიანობაში თავარი რომ შენ რა გულის რაც უნდა გარეგნულად ასე რომ ვთქვათ რაღაც წარმოსადეგი იყო და თუნდაც წყალ სიტყვებს საუბრობდე ღმერთი შენ შიგნით ხედავს შენ ვინ ხარ გახსოვს წინა სამეთყოს რა საოცრად ეუბნება რომ ადამიანი ხედავს ადამიანის სახედ ღმერთი ჭრեց ადამიანის გულს და შენ რეალურად ისეთი პიროვნება ხარ როგორი გულის მატარებელიც ხარ როგორი რაც გაქვს შენ შიგნიდან აი კიდევ ერთხელ დავიმოწებ მაცხოვრის სიტყვებს სახარებიდან რომ ის რაც პირში შედის ძალიან მაცხოვარი
განსავალით განვალს და გარეთ გამოდის. და აი ის რაც პირიდან ამოდის, ეს შეაგინებს კაცს, ვინაიდან წარწმენს კაცს, იმიტომ რომ სწორედ აქ პირიდან ამოდის ის რაც ჩვენ გულში გვაქვს, ბოროტნიკული სიტყვანი, მრისხანებანი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამით იცნობა ადამიანი. მე იცით როგორ არის რომ თუ კი ადამიანმა საკუთარ თავში გასახანი მისცა ზიზღს, აი როგორც სათნოებაში მსვლელობას არ აქვს დასასრული, ისე ამ ბოროტებაში მსვლელობას არ აქვს. ადამიანს შეუძლია ამაღლდეს თავისი სათნოებით ანგელოზებზე მაღლა და დემონებზე დაბლა დაეცეს, თქვათ ადამიანურ პოტენციალი ურივი აქვს ადამიანს. ჩვენ რა გასახანს მივჩემს ჩვენში ამ ორ გზას, ამაზეა ყველაფერი აბსოლუტურად დამოკიდებული. ჩვენს გარშემო სამწუხაროდ აი ხედავთ სწორედ ამ ზიზღს გაუტანლობას რაღაცნაირად აი კიდევ ერთხელ ვამბობ რომ აქ არ არის საუბარი. ამაში ყველა არის მამალ დამნაშავე. მე არ ვამბობ რომ ის ბავშვი დღეს ზიზღით რო დადის, რომ ჩემი ბრალი არ არის, ან იმის ბრალი არ არის, ვინც სიტყვაზე იმაში არის, რომ მას რო ეკუთვნოდა სიტყვაზე ის განათლების სისტემა რაღაცა, რომ მოხვედი ხო სიტყვაზე რომელიღაც წელს ის პატარა რო იყო, უნდა ისე გესწავლებინა რომ დღეს ესეთი დამნაშავე არ მიგეღო თუ აშავებ შენთვის და სახელმწიფოსთვის როგორც ამბობენ ხო? მე არავის არ ვეხები, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ჩვენ ყველამ უნდა დავადანაშაულოთ. ის რო სიტყვაზე ვიღაცა არ მომწონს და ჩემ თავშია ისიც ჩემი ბრალი არის, ჩემი ცოდვების ბრალი. აი ჩვენ მამო რა გამოგჭა იცით რომ არაფერს არ უხურებთ იმის გამო რომ ჩვენი ცოდვების გამო ხდება. აი ყველა ეს დიდი პრობლემაა. ეგ აქცენტი აბსოლუტურად გეთახმებით. აი ეგ არის რომ ვითომ მე ანგელოზი ვარ და ეხა საქართველოს უნდა გადავარჩინო და მე რო ცოდვილი ვარ და ჩემი ცოდვების გამო ეს რო ხდება და ამაზე უარესის ღირსიც რო ვარ და კიდე მადლობა ღმერთს რომ ის უარესი რისი ღირსიც ვარ ის არ ხდება. თუ შეიძლება მამო აი ეს სულიერი როგორ ძალიან სწორი ჭრილია ბატონო გიორგი. ანუ ჩემი ჩართულობა მოდი თქვათ ზოგადად ქვეყნის ასე თქვათ ან კეთილდღეობაში ან პირიქუ თქვათ განსასწრებში ხო ქრისტიანის კუთხით ეს როგორ არის აი ძალიან მადლობა რომ ამ მიმართულება მომეცით რა რომ აუცილებელია ქრისტიანმა გაიაზროს რომ ჩემი მონაწილეობა ამაში არის პირდაპირ და უშუალო რას გულისხმობთ იმას რომ ერთი ქრისტიანის ლოცვას და ნამდვილად არა ფსევდო, არამედ ნამდვილად ქრისტიანულად ცხოვრებას შეუძლია შეცვალოს მრავალთა ბედი. ამის უამრავი მაგაი ორ მაგალითს ვიტყვი. ერთ ძველი აღთქმი. ყველას კარგად გახსოვთ. იონა წინასწარმეტყველი, რომელიც ღმერთმა გააგზავნა ნინევიაში საქადაგებლად. იონა არ უნდა იქ წასვლა და იცით ყველა ხომალში ჩაჯდება, მერე ვეშაპი გადაყლაპავს და მაინც გამოვანთხევს, სადაც მას წასვლა არ უნდა. ის მიდის ნინევიაში და ნინეველებს ეუბნება ასეთ სიტყვებს. არც უხადაგებს, არც 40 დღე და ნინევია დაიქცევა. აი ეს პირდაპირ გაბრაზებული მაზრი, იმიტომ რომ ნინეველები ებრაელებს წრები იყვნენ და პირიქით იონას უნდა რომ ნინეველები განადგურებული იყვნენ. აი პირდაპირ უნდა და პირდაპირ ამასო 40 დღე და ნინევია დაიქცევა. და როგორც კი მან და წავდა, ანუ ეს სიტყვა უთხრა მათ და დატოვა ქალაქ წავიდა. და ელოდებოდა ნინევის დაქცევას. რა როგორ მოიქცა ეს ხალხი? ესე წერია რომ მეფეც გადმოვიდაო ჯვალოთი შეიმოსაო დაიწყო ადამიანებმა სინანული მარხვა სხვადასხვა ერთ-ერთ შემთხვევაში ცხოველებსაც კი ამარხულებდნენ ეხა ეს იმის გარშემო ცხოველები ამარხულობს ვინმე მაგრამ ზოგადად სიმძაფრე სინანულისა და მოხდა საოცრება რომ ის ქალაქი რომელიც უნდა დაქცეულიყო მართლაც აღარ დაიქცა და გადარჩა რატო აი ადამიანების მოქცევლობის გამო პავლე მოციქული საქმე მოციქულთაში არის აღწერილი როდესაც ის შეიპყრეს მრავალჯერ შეიპყრეს, მაგრამ ბოლო თავებში მისი ბოლო შეპყრობა და ესე იგი ის უნდა წარმსგარიყო კეისრის სამჯავროზე და ესე იგი ხომალდით გაამგზავრეს რომისკენ და მოხდა ქარბოლბალა ზღვაზე და ეს დაიკარგა, ასე ვთქვათ, ეს რამდენიმე დღე გაიტაცა ზღვამ ეს ხომალდი და უკვე ყველა იყო ელოდებოდა სიკვდილს და უფალი ეცხადება პავლეს და ეუბნება რომ პავლე ნუ გეშინია შენ გადარჩები რადგან შენ უნდა წარსდგე რომის კეისართან და დამამოწმო მე ხოლო ესენი ეუბნება აი აქ მინდა გავამახვილო ესენი ვინ შენ გახლავს შენს გამო ესენის გადარჩებიან ვინ ესენი იცით ვინ იყვნენ ესე იგი ჯალათები ბადრაგები და წარმართი რომაელები ანუ თქვენ წარმოგიდგენთ მთელი ხომალდის ეკიპაჟი გადარჩა ერთი პავლე მოციქულის ქრისტეს მიერი ცხოვრების გამო. სოდომი და გომორი კარგად გახსოვთ 10 მართალი რო აღმოჩენილი იყო იქ 10 მართალი იმ სიბილწეში თელ სოდომსა და გომორს გადაარჩენა ღმერთი. ასე რომ ქრისტიანებს ჩემ აი მე მრევლს მიმართავ, ვინც აღსარებელნი, მაზიარებელნი ბრძანდებით
თქვენზე, ჩვენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. აი თქვენ ნახეთ საპატრიარქომ გაავრცელა უწმიდესის მოწოდება, რომელიც მოგვიწოდებს, რომ ვილოცოთ თქვა პირველ საათზე პარაკლისები ტარდება ტაძრებში და ასე შემდეგ. ლოცვით, ჩვენი მშვიდი ცხოვრებით, ჩვენი სათნოებით, ძმათა სიყვარულით ძალიან ბევრი ჩვენს გარშემო, თუნდაც ჩვენს ოჯახში ესე იგი სულთა გადარჩენა შეიძლება, იმიტომ დღეს ვუყურებთ ოჯახებიც კი დაყოფილია რაღაცა სოლი სხვა აზრი აქვს, მაგრამ სხვა ანუ აქ კიდევ ერთხელ განსხვავებულ აზრს ყოველთვის პატივს სცემს ეკლესია და ქრისტიანები ზოგადად ყოველთვის, მაგრამ განსხვავებული აზრი არ უნდა მოხდეს მრისხანებაში ამის და ასე ძალადობაში და ასე შემდეგ. საერთოდ თქმას მოდით ესე ვთქვათ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი თქვენ წარმოიდგინეთ მაცხოვრის და სამარიტელი დედაკაცის საუბარი. ეხლა მაცხოვარს რო ეთქვა, ეხლა იოანეს ახარებაშია მოგეხსენება. მაცხოვარს რო ეთქვა იმ ქალბატონის რო შემრუშო შემიზავ შეხუთქმარ გამონაცვლო ხო ხომართლაც ეტყოდა მაგრამ გაიქცეოდა ის ქალი იქიდან თქვა არა ანუ მაცხვარი როგორ ჩადის ანუ არავის შეურაცხყოფას კი არ აყენებს მიუხედავად რომ უმძიმესობებში ეს ქალბატონი ჩადის მასთან და ამოყავს თავის სიმაღლეზე ისე რომ ეს ქალი ბოლოს თვითონ აღიარებს მას მესიად ასე რომ ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა როგორ უნდა მე თუ კი აი მაგალითად აი მე და გიორგი ვარ სტუდიაში მე რომ სულ 100%-იანი მართალი ვიყო გიორგისთან ამ პირიქით თუ კი მე ჩემი სიმართლით მას დავაზიანებ, ღვთისნაში სიმართლე არ მიიღება. თუ კი მე მას ვეტყვი პირდაპირ ის და ამით და რატო ვეტყვი ამ სიმართლეს წარმოვაჩინო ჩემი სიმართლე და ჩემი ამპარტავნება მის მიმართ, დამთავრდა იქ ღვთისნაში ეს არ მიიღება. იმიტომ რომ სიმართლე იქნება თუ ნებისმიერი ქმედება, თუ კი ამ ხილება თუნდაც ხილება ერთადერთ შემთხვევაში ესათნოება ღმერთს, როდესაც საფუძველი სიყვარული, ანუ მე შენ კი არ ესა, უსიყვარულო არ უნდა. კი ბატონო, მე შენ კი არ გებრძ, აი ქრისტიანობაში ჩვენ ამ სტუდიაშიც თქვა თქო, რომ აი ქრისტიანობა მარიცის რა, ბოროტი ადამიანი, ეგეთ არ არსებობს. ბოროტი ადამიანი არის, არსებობს ბოროტება ადამიანში. ეს არის რომ მე თუ კი ვებრძვი ბოროტებას, ადამიანს კი არ უნდა ვებრძოლო. იმ ბოროტებას უნდა ვებრძოლო, რასაც ის ადამიანი ჩადის, თორე ის ადამიანი უნდა მიყვარდეს და უნდა მივიღო. ეს არის ქრისტიანული მიდგომა. ეს არ არის მარტივი. მაგრამ ამ გზას ალტერნატივა არ აქვს. სხვა ყველა გზა, აი როგორ არის და ვულკანი რომ წლების განმავლობაში იბერება, ვთქვათ და ბოლოს სკდება რა. ამას შეიძლება საუკუნეები დაჭირდეს. ასეა ეს ბრაზი თუ კი ბრაზს მრისხანებას ადამიანმა თავის თავში გასახანი მირჩა, მისცა ის აუცილებლად ბოლოს აი ვულკანი დამოიწვა. აი ეს ბოროტისგან არის რა. ყოველ შემთხვევაში უნდა მიხვდე რომ ეშმაკისგან არის და არა ღმერთისგან. ბოროტის ზრდის ამ ყველაფერს და წავს როგორც თუნდაც საფუძვლიანიც რომ მიხვდეს თუნც. თუ აქ იქნება ის აი ეს მომენტი აი ძალიან აი აქ უნდა ვიყოთ აი ყოველთვის უნდა აი ეს უნდა ვიცოდეთ რა. აი შეიძლება და აი ეხა აი რაღაცა იმას ვამბობ მაგალითად ეხა თუ რაღაცას მაგრამ ვიღაცა რომ ვიღაცას ჩაგრავდა რაღაც საფუძვლიანად რაღაცა ეგონა სიტყვაზე ეხა წმინდანები რო იყვნენ და რო აწამებდნენ ვიღაცამ ძალებამ შეღაცა მაგრამ წარმოიდგინეთ ამის უკან აუცილებლად ამას ეგონა რომ ის სიმართლეს ამტკიცებენ სიმართლეს კი არ ამხელა სიბოროტეს აკეთებდნენ ხო სიტყვაზე ეხა იმასაც ეგონა ვიღაცა ჯალათი რო იყო ხო რომ რავი ესეც სამსახური ქონდა ანუ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავითავისოთ ერთად ეს ყველაფერი უნდა იმას ქნათ რა ქვია დავალაგო და უნდა ვთქვათ ის რომ ჩვენ სიყვარული მთავარი არის და იმის იქით არის მე ნებისმიერი სხვა პროცესი საქართველოში რა თორე ეხა არ ვიცნობ მამო გჯერათ თქვენ არ ვიცნობ ერთ ადამიანსაც კი ვისაც საქართველო არ უყვარს უბრალოდ ყველას აქვს თავისებური ხედვა თქვენ ალოცვილებო ხო ეხა თუ აი ვერ დამაჯერებთ მე ვინმე ადამიანი რომელიც საქართველოში ცხოვრობს რომ საქართველო არ უყვარს ეხა ვიღაცები შეიძლება რაღაც იშვიათი გამონაკლისი ჩვენთვის იყოს პიროვნულად მაგრამ საქმეზე რომ მიდგება საბოლოოდ იმის ხედვითაც გონია რომ ესე უყვარს საქართველო რა თუ შეიძლება მამო აი თავარი მაინც რა არის რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გვაქვს ღმერთის იმედი ესაა ყველაზე მთავარი და რაც არ უნდა და სადაც არ უნდა ზოგიერთის კი ბატონო და ზოგიერთის აზრით რა ვიცი ხა ერთ ქვეყანაშია თუ მეორეში თუ მესამეში თუ ასე შემდეგ ევროპაში თუ აზიაში თუ თქვათ ჩრდილო თუ სამხრეთ ამერიკაში ეს გასაგებია მაგრამ თავარი ჯერთი ყველგან არის კარგი და ცუდი ესაა კიდეც და ყველაზე მთავარი კიდევ ერთხელ აი ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე რომ ნებისმიერ
ეხლა იცით საქართველოს პატარა ქვეყანაა და თავის ხადია ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ისტორიას რო გადავხედო და არა მარტო ჩვენი ქვეყნისა პატარა ყოველთვის რაღაცნაირად დიდი ერების მიმართ ტოლვა ჰქონდათ. ეხლა ეს ასე ხდება. ვერ გაურბოდა, ვერც გაიქცევა თავის ხადია. მაგრამ აქ ერთია მთავარი, როდი ზაგებდა საქართველოს, როდესაც პირწმინდად გადმოქონდა ის, რაც მათ ჰქონდათ. ანუ ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ჩვენ ყველაფრისგან უნდა ავიღოთ კარგი, ხოლო ცუდი რა თქმა უნდა განმეღოთ. აი ეს არის ქრისტიანობაში ეს მთავარი, რომ არ შეიძლება უპირობოდ რაიმე იყოს კარგი ამ ქვეყანაზე. ან უპირობოდ რაიმე იყოს ცუდი. ყველაფერში არის რაღაცა კარგი, რაც შეიძლება მიიღო და რაღაც ცუდი, რაც რა თქმა უნდა არ უნდა მიიღო. და საბოლოო ჯამში მაინც დავდივართ იქამდე, რომ ქრისტიანებისთვის თავარი ამოსავალი წერტილი ჩემო ძვირფასებო. აი მე მინდა ცოტა ფართოჭრილი შევხედოთ ამას თქვენი ჭირიმე, იმიტომ რომ მთელი ჩვენი ქვეყანა ჩვენი ქვეყნის ისტორია აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ღმერთს მოვყავართ დღევანდელ უპირველეს ყოვლისა. ის იმპერიები თუნდაც, რომელთანაც ჩვენ ქონდა ესეთი ვასალური, ზოგმა დაგვიპყრო, ზოგმა არ დაგვიპყრო, ზოგს ხარს უხდიდით, ზოგსთან დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა, ზოგისგან ტოლვა ჰქონდა. იმათი ნახევარზე მეტი დღეს საერთოდ აღარ არსებობს იმ ქვეყნების. საქართველოს დღეს არსებობს. და აქ ისმის კითხვა რატომ? აი მოვიყვანე მე BBC-ს რას გადიოდა, ხო? იქ პირდაპირ ამბობდა ის ჟურნალისტი, ეს არის ის ისტორიკოსი უკაცრავად, რომ ეს არის ისტორიული არალოგიკურობა. რომ დღეს საქართველოს არსებობს ისტორიული, მაგრამ ღვთის წინაშე არანაირი ლოგიკა არ არსებობს. რომ არა ღვთის შეწევნა, რომ არა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ასვლა, ეს არის აი ჯერ კიდევ ფსალმში მე გაგახსენებთ ფსალმის თქოს აწერია ნუ ესაოთ თავართა ძეთა კაცთასა, რომელთა თან არ არის ცხოვრებაი. ანუ ნუ ესაოთ დასტიშდას იმედი მიგექნებათ, იმედი პირველ რიგში ღმერთის გქონდეთ. რა თქმა უნდა, ადამიანი უნდა გიყვარდეს იმედის, მაგრამ უმთავრეს ისეთი ადამიანი როგორც რასაც ამწერებს ფსალმში, რატომ არ უნდა გქონდეთ? მე აგზელებს ფსალმი, რომ მოვა დრო თანამედროვე ქართულად ვიტყვი, რომ გასაგები იყოს. მოვა დრო, რომ ისინი მოკვდებიან და თუ კი შენ მასზე გაქვს დამყარებული იმედი, მათთან ერთად მოკვდება შენი იმედიც. ასე რომ უმთავრესი იმედი ჩემო ძვირფასებო, ნებისმიერ სიტუაციაში უნდა გქონდეს ღვთისა. თუ კი ჩვენ ამ იმედმა, ამ რწმენამ მოიყვანა დღევანდელი ჩვენი ქვეყანა დღევანდელ არც რომს, არც ჩუმერებს თქვა იქამდე, არც ბიზანტიას, რომლებიც აღარ არსებობენ, რა სამივე ჩამოთვალე, არც ერთი აღარ არსებობს, თავის ძოზე იმპერიები. არც ერთი აღარ არსებობს დღეს. საქართველოს დღეს არსებობს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არა ჩვენი ღვთის სასწაულება. თქვენ წარმოგიდგენიათ 100,000 კაცი ერთ დღეს ეწამა. მე აგერ მეტეხისხლზე ხაცფეხი არ დაადგეს, ანუ ქრისტეს სიყვარული, აი ხშირად ის პატრიარქ მოწმის თქვა და ასეც არის ნამდვილად, რომ არ არსებობს ანალოგი ამისი მთელ სოფლიოში. ანუ ამას არ აქვს ანალოგი, რომ 100,000 ადამიანი ერთ დღეს შესწიროდა ქრისტეს. ეს არის საოცრება და აი კიდევ ერთხელ რომ ამან მოიყვანა ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყავდა მოღალატეებიც, ყოველთვის ყავდა არაქრისტიანების, ქრისტეს მდევნელებიც და ერის მდევნელებიც, მაგრამ უმეტესი გმირი პიროვნებები ყავდა. ისეთი გმირები ყავდა, რომ შეიძლება ერთ ადამიანს ეტვირთა 100,000-ობით კაცის ბედი, რაც ხშირად ყოფილა. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, აი მე კიდევ ერთხელ ღვთის იმედი, მე მინდა მოგიწოდოთ ასე რომ თქვა დღეს რომ ხო, რა თქმა უნდა, მართლა. ღვთის იმედი გქონდეს პირველ რიგში. ღვთის იმედი და ამით განსაზღვროთ. და განთავისუფლო შერო, ჭეშმარიტად. თუ კი ღვთის იმედი გვექნება, მე მივხვდებით, რაში უნდა გქონდეს კაცის იმედი. პირველ ჩვენი საყრდო ღვთის იმედი როცა აქვს კაცს, მან იცის რომ ის არ ჩატყდება. აი ეს იმედი, ეს ბოძი არ ჩატყდება, ეს მთელია, ეს შენ მოკვდები და ეს ისევ დარჩება და სიკვდილის შემდეგაც შენ იმედად დარჩება. სხვა ყველაფერი, რასაც შენ დაეყრდნობი ამ ქვეყანაზე, ყველაფერი მოკვდავია. შესაბამისად, შენი იმედებიც მოკვდება მასთან ერთად. ამიტომ აი კონდეს ღვთის იმედი და აი დამერწმუნეთ ღმერთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან რთულ ვითარებებში, ბევრ რთულში ყოფილა ჩვენიერი და ღმერთს გამოუყვანია და მე დარწმუნებული ვარ ღმერთი გამოგვიყვანს აქედან, მაგრამ ჩვენც უნდა მივმართოთ ჩვენი მონდომება აქეთკენ და აი დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი ჩვენს ერთ სამშვიდობოზე გაიყვანს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო და აი რა არის ისეთ მამაო თან რაღაცა ორკესტრირებული რაღაცა აი ეშმაკმა იცის ხოლმე ეს გამოწვევები და ყველა ერთმანეთს ემსგავსება მე რა რთული ეგ არის და ცუდი ის არის რომ რაღაცა უკვე სიმართლეს კი არ ეძებ რაღაცა შენი ჯინით გინდა რომ რაღაცა გაიტანო მე არ გეუბნები თუ რაღაცა დალხენილია და რაღაცა შეიძლება არ იყოს სათქმელი არის მაგრამ თქმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ხო ხვდებით ანუ რაღაცები არის რომ აი
როგორი რაღაცა იცი, თუ შენ ცრუ ადამიანებთან ერთად იდგები და შენ სიმართლეს ამოიღებ, უბრალოდ გამოგხედავი და იტყვია, რომ აი ამათთან ერთად მე შენ არ დაგელაპარაკებ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვისთან ერთად უნდა მოვითხოვოთ რა. აი ხა იუდასთან ერთად რომ მოგეთხოვა რაღაც ამართალი. ყველა გეტყვა შენ ის არა ხარ ბიჭო. აი ამასთან ერთად რო დგეხარ, აი ამ ჯვარზე როა ცო ქრისტე. აი ესეთი რაღაცა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი სიმართლე და ჩვენი რა მხარეს დგას. თუნდაც იმიტომ რომ ისეთი ბრენდები ჩამოყალიბდა დღეს, ისეთი დაბინძურებული რომ მათთან ერთად ყველა სუფთა ადამიანიც ბინძურდება. მიხვდით? აი ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენ სიმართლეს, თუნდაც ეს სოციალური პრობლემა იქნება თუ რაღაცა, ვისთან ერთად და სად დავიცავთ? აი როცა ღმერთთან ერთად დაიცავ, მაშინ მართლა მიაღწევი ყველაფერს და თუ ვერ მიაღწევი, იმას მაინც მიხვდები, რატო ვერ აღწევ და აი რატო იჩაგრებ, იმიტომ რომ ადამიანი ამ ქვეყნად აუცილებლად დაიჩაგრება, იმიტომ რომ ესეთია ბოროტია ეს ქვეყანა, ბოროცაზე დადგასო და მაგიტომ თუ ხარ სუფთა აუცილებლად აქ აი რომელ წმინდას უცხოვრია, რომელიც არ დაჩაგრულა, რომელ დიდ ადამიანს, ხო? აი პატრიარქის შეხედეთ ელემენტარული, ხო? რამხელად კივილის ფასაც ცხოვრობს ადამიანი, ხო? ეს არის აი აუცილებლად უნდა იცოდე გეხვეწებით, არ გეგონოთ რომ ვინმეს მხარე ვარ, თქვენ ყველამ კარგად იცით რომ მხარე არც არ იქნებით და რელიგიური გადაცემა მით უმეტეს. მამაო, რას დაამატებ? ბოლო 5 წუთი დარჩა და ბატონო როგორ მიუხვდეთ მამაო ბოროტს რა? რომ ტყუდებით თუნდაც. კი ბატონო, ხაი ამისი საფუძველი მთავარი არის რომ ჩვენი ცხოვრება შევამოწმოთ საეკლესიო მოზრების შუქზე. აი მაგალითად აი ხა ამ სტუდიაში რო ჩაბრნელდეს თქვათ, ვერც ერთმანეთს დავინახავთ და თქვათ ვერც ვერაფერს ჩვენს გარშემო არა, მაგრამ თუ კი განათება დავინახავთ, რას უფრო მეტად განათება, მით უფრო მეტად დავინახავთ, რას უფრო მეტად მოემატება შუქი, ასე მით უფრო დეტალებს გავარჩევთ და ასეა დაახლოებით რომ ადამიანი რომელი შუქი უნდა იყოს ეს? აი კი ბა რას უფრო მეტად უახლოვდება ამ საფრთხო შუქს, მით უფრო მეტად ხედავს. აი თქვენ სწორად ბრძანეთ რომ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ. ესაა მაინც თავარი. იცით მოვლენებში არის ორი ტიპის, მოდით ესე ვთქვათ. არის რაღაც რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, რაც პირდაპირ ვთქვათ ჩემი ცოდვებისგან იყოს შეიძლება გამოსული, მაგრამ არის რაღაცა რაც ერს აქვს ხოლმე ან სასჯელი ან განსაცდელი, მაგრამ იქაც მე ჩემს ბრალეულობას უნდა ვხედავდე, იმიტომ რომ მეც ამ ერის ნაწილი ვარ. მე არა ვარ ცალკე და ეს ერი ცალკე. მეც ამ ერის ნაწილი ვარ. ის მომისად რაღაცა საზოგადოებრივ როცა ხდება, იმ საზოგადოებაში ჩემი ბრალეულობაც არის. ამიტომ ისე იქნება თქვათ საზოგადოებრივ იქნება თუ კონკრეტულად ყოველ მხრივ მე მირჩევნია რომ ჩემი თავიდან დავიწყო. მოდი მე ვიყო ისეთი. აი როგორცაც მე სხვას ვთხოვ რომ იყოს, მოდი მე ვიყო ისეთი, თქვათ. მოდი მე ვიყო თამდაბალი, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ თამდაბლობის გარეშე არ არსებობს არაფერი. მე ვიყო უბრალო. მე ვიყო ის რომ მქონდეს მოთმინება, მქონდეს აი რაც თქვით განრჩევადი გონება და სასოებდე ღმერთს, ღმერთი იყოს ჩემთვის თავარი, მოყვასი იყოს ჩემთვის თავარი. აი გახსოვთ თქვენ ეს არის სწორედ ღმერთი რასაც ამბობს სახარებაში რომ შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენი და სულითა გონებითა და მე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი. ეს ქმნის ჩვენ ჯვარს, სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა. თუ კი აი ავიც სასაუბრო ბევრია, მაგრამ ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, ბატონო. არის შემთხვევა, აი მაგალითად და ქონია შემთხვევა, როდესაც მივდივარ ადამიანთან, რომელიც ძალიან მძიმე განსასწელშია და ამას და მის სახეში მე ვხედავ სიმშვიდეს და მეტის ბედნიერებას, იმიტომ რომ ღმერთთან არის. ასეთი ბევრია, მე არ დავაკონკრეტებ, რა თქმა უნდა. ქონია შემთხვევა, აი დედას ორი შვილი ძალიან ცუდად ყოლია. და ლამის სახით მანუგეში. ხო, სხვებისთვის მქონია შემთხვევა, როდესაც რაღაც ანალოგიური ან უფრო ნაკლები განსახლი ადამიანი და მიდის სასწრაფოებაში, უიმედობაში და ასე შემდეგ. და ჩვენი ასარჩევია ეს. ღმერთთან ბედნიერება არის ღმერთთან და ღმერთში. ჩვენ ხო ვეძებთ ბედნიერებას. ჩვენ ხო გვინდა რომ ბედნიერები ვიყოთ. ბედნიერები ვიქნებით მაშინ შემოზრიფასებო, თუ კი ვიქნებით ღმერთთან. თუ ვიქნებით ღმერთში, რადგან უბრალოდ სხვა გზა არ არსებობს. ეს არის ერთადერთი ბედნიერება. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე ბრძანეს მაცხოვარი. და თან მამა გული აზემწყდება, იცით რომ აი შეიძლება შენმა აი ამ სულისკვეთებამ, რომელიც მართლა ძალიან მაგარი იყოს, ხო შენ, აი შენივე სულისკვეთებამ ისე დააზიანო საქართველოს. ანუ ამ წამს რო შენ გონია რომ რაღაცა ამით მოქმედებენ ხოლმე შენი და არ გამოაყენებინო თავი გეხვეწებით, იმიტომ რომ საერთოდ თქვენ რა გონიათ რომ ვიღაცას ულხინს რამე
მაგრამ ესე იგი ესია საჭირო ჩვენ უნდა ვიცოდეთ აუცილებლად რომ იქ რო იყო მამაო იმაში რო არის რატო ყავსო ესეთი ცუდი მართველიო და თქვენ რო გეკუთვნით მართველი ეგეთიო თქვენ ქვეყანაში ვერ ნახეო წარმოიდგინეთ აი ეგ მახსენდება სულ რა ჩვენ შეიძლება უარესის ღირსიც ვართ იმდენად აი ხო ხედავთ როგორ სიძულვილი და ის გადმოდის ადამიანებისგან და აი ეს გამოვასწოროთ პირველ რიგში და ღმერთი მე ყველაფერს დაგვილაგებს აუცილებლად და ბედნიერებას გისურვებ და რაც თავარია რომ აგვეტანოს და დაგვეთმინოს ერთმანეთი იმიტომ რომ ჩვენ ხო საბოლოოდ გვინდა რომ ღმერთმა აგვიტანოს და დაგვითმინოს ჩვენი ცოდვები და ჩვენი ამ ყველანაირი ნაკლით ხო აი ჩვენც ესე უნდა ავიტანოთ სხვა ადამიანი კარგად ზანდებოდეთ დროებით გემშვიდობებით ყველა განსაკუთრებით უცხოეთში მყოფ და პატიმრებს მოვიკითხავ კიდევ ერთხელ ხვალ საღამოს რის ნახევარს ძალიან საინტერესო სტუმარი გვეყოლება დაგიბრუნდებით კარგად ზანდებოდეთ დროებით